Hit that jive jack, put it in pocket till I get back. გასაგებია, რომ 21 საუკუნეში გაცილებით დიდი ინტერესი ტექნოლოგიური მიღწევების, 3D ფილმების და დროის რაც შეიძლება კომფორტულად გატარების მიმართ გვაქვს. მაგრამ თუ თქვენც იმ გადაშენების პირას მყოფი რასის წარმომადგენელი ხართ, რომელსაც თეატრის მოყვარულები ჰქვია, მაშინ გირჩევთ ილიაუნის სიახლის შესახებ ჩვენს აზრს მოусმინოთ. თეატრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი სიცოცხლე დაიწყო, სეზონს დაგვიანებით ხსნის. მაყურებლის წინაშე განახლებულ სცენაზე თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფრანსის ვებერის პიესა „ბრიყვთა ვახშამი“ გათამაშდება. ჩვენ დაგვიგვიანდა იმის გამო, რომ რემონტი გქონდა და რაღაცა გაიწელა ეს რემონტი, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. ამიტომ ხსნით იანვარში და რაღაცა 6 თვე დაგვრჩა და ეს 6 თვე ვითამაშებთ. გავხსნით რამდენიმე პრემიერით, 17 იანვარს იქნება ამათგან პირველი, ბრიყვთა ვახშამი, ეს არის ფრანგული კომედია, ფრანსის ვებერის, თანამედროვე ავტორია, ცოცხალი და ძალიან ცნობილი. სპექტაკლის პრემიერა ილიაუნის თეატრში 17 იანვარს გაიმართება. ვებერის ბრიყვთა ვახშამს თეატრის სცენაზე ოთარ ეგაძე დგამს. რეჟისორმა, რომლის ანგარიშზეც ისეთი სპექტაკლებია, როგორიც ხმაურიანი სცენის მიღმა, ინსტინქტი, ბლეზი, რადიო და სხვა ცნობილი დადგმებია, სეზონის გახსნისთვის ფრანგი დრამატურგის პიესის არჩევის მიზეზი ჩვენს გაგვანდო. თორე ძალიან მარტივი და მსუბუქი ფორმით არის მოყოლილი ამბავი თუ როგორ გვიჭირს ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანების ზუსტი და სწორი შეფასება. სულ გონია ხოლმე, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ჭკვიანები, გაცილებით უფრო რაციონალურნი და გაცილებით უფრო ზუსტად ვერ გებით იმ სიტუაციებს, რომლებშიც ცხოვრობთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, საკმაოდ ბევრი ჩვენს ირგვლივ, რომლებიც გაცილებით უფრო ზუსტად და კარგად აღიქვავენ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. სპექტაკლში მთავარ როლზე ორი მსახიობია დაკავებული. თეატრებში აპრობირებული ძველი ტრადიცია ბოლო დროს ისევ გააცოცხლეს და ამჯერად ბრიყვთა ვახშამში ერთ პერსონაჟს მორიგეობით ზუკა პაპუაშვილი და დათუნა გოცირიძე განასახიერებენ. თუმცა ცნობილი არტისტების გვერდით დადგმაში რამოდენიმე დამწყები მსახიობიც მონაწილეობს. მე ვთამაშობ ადამიანს, რომელიც არის პიესას ქვია ბრიყვთა ვახშამი. და როგორც ყველა ამ პიესაში მოქმედი პირდი მე ძალიან ბრიყვი ვარ, ძალიან ისეთი ვარ, დეგენერატი ასე ვთქვათ და ეს მას ხოლმე რომ ერთი მიხარია რომ ერთი საერთო გვაქვს მე და ჩემ გმირს, ორივე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და მე მიხარია რომ მარტო ეს გვაქვს საერთო და სხვა ისეთი ცუდი არაფერი დანარჩენი. სპექტაკლში მაკა ძაგანიაც თამაშობს. ეს უკანასკნელი მაყურებელმა ჩემი ცოლის დაქალებიდან თინას როლით გაიცნო. თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი ყველა პერსონაჟი განსხვავებულია და არც ბრიყვთა ვახშამი იქნება გამონაკლისი. ხა გეტყვი სცენაზე როგორ არის? სცენაზე არის საყვარელი გიჟი, გადარეული ქალი, რომელიც ძირითადად აგდებენ სახლიდან და ეს მაინც მოდის. ხო და აი ძალიან საწყალია პრინციპში, თან ისეთია ბუდიზმით, ინდუიზმით გატაცებული ქალი, ცოტა გიჟი, შერეკილი. სპექტაკლის სათაური უდავოდ გეცნობათ. მაყურებელი პიესას 1998 წლის ფრანგული ფილმით გაიხსენებს, სადაც მთავარ როლებს ტიერი ლერმიტი და ჟაკ ვილერეტი ასრულებენ. ამ უკანასკნელის რეჟისორი თავად პიესის ავტორი ფრანსის ვებერია. ფილმში მოქმედება ერთი გულუბრყვილო კაცის გარშემო ვითარდება, რომლის გაბითურებასაც პარიზელი გამომცემელი პიერ ბროშანი და მისი სნობი მეგობარი გადაწყვეტენ. თუმცა საბოლოოდ მათი აზრით ბრიყვი ფრანსუა პინიონი ყველას გაოგნებულს ტოვებს. მოკავთ სტუმრად ბრიყვი, რომელთანაც უნდათ რომ იყვნენ რაღაცა იხალისონ ამაზე, ასე ვთქვათ, მაგრამ ისე ხდება ბოლოში, რომ ეს აღმოჩნდება ალალი ისეთი, რომ ვინც პატიჟებს, ბოლოს ის ბრიყვდება. კომედია, ისეთი ნაღვალ შეპარული კომედია, რომელიც გულნატკენს კი არა, აი ცოტა სევდიანსაც კი დატოვებს მაყურებელს. ოთარ ეგაძის სპექტაკლის პრემიერა ილიაუნიში 17 იანვარს გაიმართება. რეპეტიციაზე მისულებს რეჟისორმა ჯერ კიდევ რემონტის პროცესში მყოფი თეატრის შენობაც დაგვათვალიერებინა. სარეპეტიციო დარბაზში უძილო ღამეებისგან დაღლილ მსახიობებსაც წავაწყდით, რომლებსაც მაყურებელი უკვე მუშა ფორმაში სცენაზე 17 რიცხვში ნახავს. ორმოქმედებიანი სპექტაკლი მაყურებელს დადებითი ემოციებით დატვირთავს და იმისი საწყისი იქნება, რასაც სეზონის განმავლობაში ილიაუნის თეატრი გვთავაზობს.